თქვენ უყურებთ გურიერ 9 საათზე. წნორის ახალი კლინიკა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რომელიც ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში აშენდა. 35 საწოლიანი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ ააშენა და მასში 4 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. მრავალ პროფილურ კლინიკაში პაციენტს ყველა მომსახურეობით, მათ შორის სტომატოლოგიური კაბინეტითაც შეუძლია სარგებლობა. ის ხალხი, ვინც ძარცვავდა წლების განმავლობაში საქართველოს და ვინც ეხლა ისევ ერთად არის შეკრეფილი, რომ როგორ უკან ჩაიგდოს ძარცვის სადავეები, როგორც მათ გონიათ ხელისუფლება, როგორც მათ წარმოუდგენიათ ხელში, ის ხალხი არის თავისი ფსიქოლოგით ბატონყმური იდეოლოგიის მატარებელი. მათ შეუძლიათ იყვნენ ან მონები, ან ფეოდალები. მათ უნდათ რომ იყვნენ მონები უცხო ქვეყნის, ესე იგი ჩვენი დამპყრობლის და მათ უნდათ რომ იყოთ თქვენი ბატონები. არასდროს საქართველოს აღარ იქნება არავის მონა და არასდროს ქართულ ხალხს აღარ ეყოება ბატონი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, თქვენი ქვეყნის აღშენებობა მივიყვანოთ ბოლომდე და ყველანი ერთად გავიმართოთ წელში. მოგესალმებით რუსები, რუსული პოლიტიკის წარმართველი ძალები, ლავროვი, მისი მოძმე, რუსეთის კეთილნებო, რუსეთის კაცს რუსულმა. სწორედ რუსული აგრე რუსეთის შეიარაღებული ძალები რუსული. რუსეთი, რუსული კრემლის, პუტინის პოზიცია. ეს არის კრემლის პოზიცია, ეს არის პუტინის პოზიცია. გაახმოვანა ბეძინა ივანიშვილი. რუსეთის პოზიცია. ამიტომ არის რუსული პოლიტიკოსი. ამიტომ არის ის რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკოსი. პუტინის ტერმინოლოგიით, კრემლის ტერმინოლოგიით, რუსეთის ივანიშვილი. ეცით რა რუსეთში არის კრემლის კულუარი რუსეთში. ბატონ ბეძინა ივანიშვილი რუსეთში, ბეძინა ივანიშვილი რუსეთში. ბეძინა ივანიშვილის ქონება რუსეთის რუსულმა რუსეთზე და რუსეთისგან რუსეთს ყველა დაგწინიან ესე რომ ოხ რა გვინდა ამდენი საავადმყოფო. იმიტომ გვინდა რომ მარტო თქვენ იყავით, მარტო თქვენ ხუთ გარემოტებულ პალატაში თქვენი გენერატორებით და თქვენი გამათბობლებით და თქვენი 1 და 4 ექიმით. მე მინდა რომ საქართველოს ყველა რაიონში ყველა ადამიანს მიუწვდომოს ხელი იმაზე, რასაც მარტო თქვენ მიგიწვებოდათ ადრე ხელი და ზემოდან ქვემოთ დაყურებდით თქვენ ხალხს. ეხლა უყურეთ თქვენ ხალხს ქვემოდან ზემით მოწიწებით. კეთილინებენ და პატივიაზით თქვენ ხალხს. რომელსაც ამდენი 10 წლეული და 100 წლეული ფეხებზე იკიდებდით. ეს არის განსხვავება ჩვენ ფსიქოლოგიასა და თქვენ ბატონყმურ ფეოდალურ მენტალიტეტს შორის. ფეოდალები საქართველოში ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდებიან. ბატონყმობა საქართველოში ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდება. მე ავაშენე ახალი ბათუმი, მე ავაშენე ახალი ზუგდიდი, როგორც ახლა ვაშენე, მე ავაშენე ახალი ქუთაისი, მე ავაშენე ახალი თბილისი და მე ავაშენე ახალი თელავი და ახალი კახეთი და ჩვენ ავაშენეთ ახალი საქართველო. The war is waged by the ruling group against its own subjects, and its object is not victory over Eurasia or Eastasia, but to keep the very structure of society intact.